მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ, რა გველოდება 11 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით. ვნახოთ, აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებს ახლა დავარიგებ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ სასურველი. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ პოსტი. პირადი კონსულტაციის მსურველებს ასევე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. და ფიქრობ აარჩევდით უკვე თქვენთვის სასურველ ვარიანტს და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? ხმლების სამიანი. სიგნიფიკატორისთვის არც სასიამოვნო არკანი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავისი პლუსებიც გააჩნია. რა გელოდებათ 11 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით? მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ნახეთ, მოდით დავიწყებ არც სასიამოვნო მოვლენებიდან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველასთან ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება. ზოგი თქვენგანის შემთხვევაში ეს იქნება საკმაოდ მძიმე და არასასიამოვნო, ზოგისთვის კი რაღაც იმდენად ზედაპირული, რომ შეიძლება ვერც კი დაიმახსოვროთ, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება რაღაც ისეთი მოვლენები, რომლებიც თქვენ დაგანახებენ თქვენთვის არასასიამოვნო რეალობას, თქვენთვის პირადად მწარე და არასასიამოვნო სიმართლეს. ნამდვილად არ გამოვრიცხავდი, რომ აქ შესაძლოა კონკრეტულ პიროვნებასთან იყოს კონფლიქტი ან აზრთა დაპირისპირება. იმიტომ რომ აქ თასების რაინდი ამოვიდა და თასების 7-იანი, ძალიან ისეთ ილუზორულ სიტუაციას ვხედავ, თითქოს კონკრეტულმა ადამიანმა გააზრებულად თუ გაუაზრებლად თქვენ ილუზიებში ჩაგაგდოთ ან ჩაგაგდებთ კვირის დასაწყისში. შესაძლოა თქვენ თავადაც იყოთ ეს ადამიანი, ნამდვილად არ გამოვრიცხავდი ამას, მაგრამ შეხედეთ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ უკვე ხართ თუ ჯერ არ ხართ ამ ილუზორულ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ერთი კვირის პერიოდში აბსოლუტურად ყოველი ილუზია ჩამოიშლება. და რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში მაინც ეს აუცილებლად იქნება მწარე და არასასიამოვნო. კიდევ რა გელოდებათ? მოკლედ რომ ითქვას, ილუზიების ჩამოშლის პერიოდი არის თქვენთვის ეს, მაგრამ ასევე თქვენ შეძლებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაშივე, ანუ ამ ერთი კვირის განმავლობაშივე იპოვოთ საკუთარ თავთან თანხმობა, იპოვოთ საკუთარ თავთან ჰარმონია, მიუხედავად იმ მოვლენებისა, რომლებიც შეიძლება არც სასიამოვნო იყოს, ხო? და ნახეთ, თქვენ შეძლებთ, რომ დააბრკოლოთ თქვენი რაღაც კონკრეტული შიშები. მიხვდებით, რომ ილუზიებთან ერთად ჩამოიშალა თქვენი ილუზორული შიშები. ის შიშები, რომლებიც რეალობას არანაირად არ შეესაბამებოდა. არამედ იყო ან თქვენი ილუზია, ან მოხვეული ილუზია. და ნახეთ, წახან ვახსენე კონკრეტული ადამიანი, ყველასთან რა თქმა უნდა არ რეზონირდება ასე, მაგრამ ნახეთ, ზოგ თქვენგანთან აქ ჩანს კონკრეტული ადამიანი, რომელიც ბევრს ილუზიონისტავს, მოდით ასე ვიტყვი. და რა თქმა უნდა, ამ ადამიანთან დაკავშირებითაც ყველაფერი ჩამოიშლება, ილუზიები. კარგით, გადავედით ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? თქვენთან კი ხმლების ტუზი ამოვიდა. აქაც ხმლების ენერგია. პირველეს ყოვლისა, ზოგადად როგორც ჩანს, ეს ერთი კვირა არის რაღაც სიმართლის, სამართლიანობის პერიოდი. და რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი თქვენთანაც მსგავსი სიუჟეტი
ჩანს, რომ უპირველეს ყოვლისა აქ იქნება ყველანაირი სახის ილუზიების, ილუზორული წარმოდგენების, შეხედულებების ჩამოშლა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ილუზიები თქვენ თავად შეიქმენით, გააზრებლად თუ გაუაზრებლად თუ სხვამ შეგიქმნათ. ამ ყველაფერთან ერთად აქ იქნება აუცილებლად ყველანაირი სიმართლის ზედაპირზე ამოსვლა, ამოტივტივება, იმიტომ რომ ნახეთ, თუ თქვენგან იმალებოდა რაღაც კონკრეტული სიმართლე და უშუალოდ უგაცრავად ადამიანი გიმალავდათ რაღაც კონკრეტულ სიმართლეს, რაღაცას არ აღიარებდა, ძალიან დიდი შანსია ამ ერთი კვირის განმავლობაში აღიაროს, იმიტომ რომ აქ აღიარებებიც აუცილებლად იქნება. გავიმეორებ ყველასთან ძალიან ინდივიდუალური ინტენსიურობით, მაგრამ აღიარებებიც იქნება. ამ ყველაფერთან ერთად რეკომენდაცია იქნება თქვენთვის, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს აზრებს, თქვენს ფიქრებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იდეები გაგიჩნდეთ, ან რაღაც ისეც მიხვდეთ, რასაც აქამდე ვერ ხვდებოდით უბრალოდ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს. 11 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით. ნახეთ, აქაც თითქმის იგივე არკანები ამოვიდა, თითქმის რა, ეს ორი არკანი იგივე ამოვიდა, თასების 7-იანი და თასების რაინდი. მოკლედ ვიტყვი, მეორე ვარიანტი, თქვენთანაც მსგავს სიუჟეტს ვხედავ, რაც პრინციპში უკვე გითხარით, რომ აქ აუცილებლად იქნება ილუზიების ჩამოშლა, ილუზორული მდგომარეობებიდან და ილუზორული შეხედულებებიდან გამოსვლა, ილუზიების სრული ჩამოშლა და შეხედეთ თქვენთან მეორე ვარიანტი, რაც არის განსხვავებული. ეს არის ის, რომ თქვენს შემთხვევაში ეს იქნება ბევრად უფრო საბედისწერო, იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენ გამოხვალთ იმ მდგომარეობიდან, იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც მუდმივად დადიოდით და დადიოდით და რომელიც თქვენ მუდმივად გტანჯავდათ, გართმევდათ ძალასა და ენერგიას, თქვენი მსოფლმხედველობაც კი გაფართოვდება და ნახეთ, ეს ყოველივე შეიძლება არ დასრულდეს ამ ერთი კვირის განმავლობაშივე, მაგრამ როგორც მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში აუცილებლად დასრულდება და შეძლებთ, რომ საბოლოოდ გამოხვიდეთ კონკრეტული ჩაკეტილი წრიდან. ხვდებით ხომ? ამიტომაც მეორე ვარიანტი თქვენ შემთხვევაში ბევრად უფრო დადებითი ასპექტებით რეზონირდება ეს ყოველივე. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ყველას წარმატებები და ნახვამდის.